საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. გაკვეთილის თემაა ცილინდრი. ცილინდრი გახლავთ სივრცული ფიგურა, რომელიც მიიღება მართკუთხედის მისი ერთ-ერთი გვერდის შემცველი წრფის ირგვლივ ბრუნვით. მოდით დაფაზე გამოვსახოთ ეს ფიგურა. აი წარმოიდგინეთ, რომ ეს მართკუთხედი ბრუნავს მაგალითად ამ გვერდის ირგვლივ. ნახეთ, როგორი ფიგურა მიიღება ამ ბრუნვისას. აი ესეთი ფიგურა მიიღება და მისი სახელია ცილინდრი. მოდით ცილინდრის ელემენტებს გავეცნოთ. ცილინდრს აქვს ორი ფუძე. აი ეს ფუძე, ზედა ფუძე, წრეა, ქვედა ფუძეც წრეა. ეს ფუძეები მიიღება აი ამ პატარა გვერდის, ნუ ამ შემთხვევაში პატარა გვერდის ბრუნვით, ხო? მიიღება წრე, ქვედა ფუძეც მიიღება ამ გვერდის ბრუნვით. ამ გვერდის ბრუნვით რა მიიღება? მოდით წარმოვიდგინოთ. მიიღება ცილინდრის, ნახეთ, აი ეს ზედაპირი. ხო? აი ესეთი ზედაპირი მიიღება აი ამ გვერდის ბრუნვით. მოდით ახლა ცილინდრის შლილი ვნახოთ, როგორ გამოიყურება. ანუ რომ ჩავჭრათ ცილინდრი, აი აქ გვაქვს ჩვენ ცილინდრი და რომ ჩავჭრათ, რა მოხდება? ეს წრე ზევით იქნება, ქვედა წრეც ჩამოიწევს და ცილინდრის გვერდითი ზედაპირი, ნახეთ, გაიშლება და გახდება მართკუთხედი. მოდით გამოვსახოთ ეს დაფაზე. ხო, ნახეთ რა იქნება? ჩავჭერით ცილინდრი, მივიღეთ მართკუთხედი, ესეთი, ეს ზედა წრეწირი სადმე იქნება, სადაც მოვახერხებთ, აი როგორც ჩავჭრით, იმის მიხედვით. ეს გახლავთ ცილინდრის შლილი. ხო, ეხლა ამ შლილზე მეტად მე მაინტერესებს ამ ფუძეებს წავშლი და მე მაინტერესებს ეხლა ვნახოთ აი ამ მართკუთხედის ელემენტები, გვერდები რას წარმოადგენს. ნახეთ, ეს გვერდი, ნახეთ, მართკუთხედის ეს გვერდი არის ცილინდრის სიმაღლე. ნახეთ, ეს თუ არის სიმაღლე, ესეც იქნება სიმაღლე. რა არის აი ეს დიდი გვერდი ამ შემთხვევაში? ეს დიდი გვერდი ჩვენ მივიღეთ ცილინდრის გახსნით, ხო? გავხსენით და მივიღეთ დიდი აი ესეთი მართკუთხედი და ეს რა იყო? წრეწირის სიგრძე. ხედავთ? ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ამ წრეწირის სიგრძე და თუ ცილინდრის ფუძის რადიუსი ერის ტოლია, თქვენ იცით, რომ წრეწირის სიგრძე 2πr-ია. მაშასადამე ამ მართკუთხედს ჩვენ დავარქმევთ ცილინდრის გვერდით ზედაპირს, ანუ გვერდით პირეულს. ეს ფუძეებია. თუ ჩვენ გვაინტერესებს მთლიანად ცილინდრის სრული ზედაპირის ფართობი, ანუ ყველა იმ ზედაპირის ფართობი, რომლითაც შემოსაზღვრულია ეს ცილინდრი, ნახეთ რა უნდა ვქნათ, შევკრიბოთ უნდა ორი ფუძის, ანუ ორი წრის ფართობი, თითო წრის ფართობი πr² და ორის იქნება 2πr² და მიუმატოთ გვერდითი ზედაპირის, ანუ ამ მართკუთხედის ფართობი 2πr-ჰ. ზოგჯერ წიგნებში 2πr ჩხილებს გარეთ გაიტანენ ხოლმე და ფორმულას აი ესეთი სახე აქვს. ცილინდრის ზედაპირის ფართობს. ხან მიანიშნებენ, რომ ეს სრული ზედაპირია, განსხვავებით გვერდითი ზედაპირისგან. ნახეთ, ეს გვერდითი წერეთ. გვერდითი მხოლოდ ეს მართკუთხედი გახლავთ 2πr-ჰ უდრის. მე ვთვლი, რომ თქვენ ეს ფორმულა გაგიადვილდათ, დაიხსომეთ, მე ამას წავშლი და შეუდგები ამოცანების ამოხსნას. ნუ ფორმულებს გზადაგზა გავიხსენებთ ხოლმე. დავიწყოთ ასეთი ამოცანით. ამოცანებს თქვენი სახელმძღვანელოებიდან ვარჩევ. მართკუთხედის გვერდებია 6 სანტიმეტრი და 8 სანტიმეტრი. იპოვეთ იმ ფიგურის ზედაპირის ფართობი, რომელიც მიიღება ამ მართკუთხედის ბრუნვით მცირე გვერდის გარშემო, მცირე გვერდის შემცველი წრფის გარშემო. მაშ გვერდები იყო 6 და 8, მაშასადამე მართკუთხედი ბრუნავს 6 სანტიმეტრიანი გვერდის შემცველი წრფის ირგვლივ. აი ესეთია. ბრუნავს ეს მართკუთხედი და მიიღება ცხადია
ცილინდრი 6 გახლავთ 6 სანტიმეტრი გახლავთ ამ ცილინდრის სიმაღლე და ფუძის რადიუსი გახლავთ 8 სანტიმეტრი. რას გთხოვდნენ ფიგურის ზედაპირის ფართობს. ხან ესე იტყვიან ხოლმე სრულ პირეულს. სრულ პირეულს. რისგან შედგება სრული პირეული, ანუ მთლიანი ზედაპირი ამ ცილინდრის? შეიძლება უკვე ფორმულა გამოვიყენოთ, რომელიც ჩვენ წეღან დავწერეთ აი აქ დაფის მარჯვენა ქვედა კუთხეში, მაგრამ შეიძლება არც კი მივყვეთ რითია შემოსაზღვრული ეს ცილინდრი 2 წრით. თითოეული წრის ფართობი არის πr კვადრატი π გამრავლებული 64-ზე. ასეთი 2-ია და მიუმატოთ უნდა გვერდითი ზედაპირის ფართობი. გვერდითი ზედაპირი ჩვენ უკვე ვთქვით, რომ გახლავთ მართკუთხედი, კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, მართკუთხედია, ამ მართკუთხედის ფართობი იქნება რა? ერთი გვერდის სიგრძე, რომელიც წრეწირის სიგრძეა, 2πr გამრავლებული მეორე გვერდის სიგრძეზე 6-ზე. და ნუ ეს გამარტივება 128π-ს მიუმატოთ 96π, ეს უკვე შეგიძლიათ თქვენ თავად გაამარტივოთ ეს გამოსახულება. ვინაიდან აქ განზომილებების ზომები იყო სანტიმეტრებში, ფართობი იქნება სანტიმეტრი კვადრატში. ხანდახან ბოლოს მიაწერენ ხოლმე განზომილებას და ფრთხილებში ჩასვამენ. შემდეგი ამოცანა კვლავ ცილინდრს ეხება და მოდით წაგიკითხავთ მე თქვენ ამ ამოცანას. ცილინდრის ღერძული კვეთის ფართობია 10 შეფარდებული პისთან. ხო, აი ხო უკვე ღერძულ კვეთაზე გვესაუბრებიან, ხო? მას ფართობი კვეთის, ღერძული კვეთის, ნუ რაღაცნაირად ჩავწეროთ რომ ეს არის 10 შეფარდებული პისთან სანტიმეტრი კვადრატში. იპოვეთ ცილინდრის გვერდითი ზედაპირის ფართობი. მოდით დავხაზოთ ეს ცილინდრი. დავხაზოთ ცილინდრი და რა შეიძლება იყოს ღერძული კვეთა. ღერძისა და აქვს ცილინდრს, აი ცენტრებზე გამავალი წრფეა ცილინდრის ღერძი. ღერძული კვეთა ალბათ ამ ღერძზე გაივლის. წარმოიდგინეთ ამ ცილინდრის ფორმის ნამცხვარი გვედოს მაგიდაზე და ჩავჭრათ ამ ღერძზე. რა მიიღება კვეთაში? ნახეთ, აი ეს მართკუთხედი მიიღება კვეთაში. სწორედ ამ მართკუთხედის ფართობი ვიცით ჩვენ. რას გვეკითხებიან? გვეკითხებიან ცილინდრის გვერდითი ზედაპირის ფართობს, ანუ გვერდით პირეულს. გავიხსენოთ, გვერდითი პირეული არის მართკუთხედი, მისი ერთი გვერდის სიმაღლეა, მოდით h-ი დავარქვათ, მეორე გვერდი არის აი ამ წრეწირის სიგრძე, ანუ 2πr-h. ჩვენ ვერ ვპოულობთ ვერც r-ს, ვერც h-ს, ერთადერთი მონაცემი გვაქვს, მაგრამ მოდით ვნახოთ რა არის მოცემული. იქნებ რაღაცნაირად ვიეშმაკოთ და r და h-ი ვერ ვიპოვოთ, მაგრამ ვიპოვოთ რასაც გვეკითხებიან გვერდითი ზედაპირი. რა არის მოცემული კვეთის ფართობი? აი ამ კვეთის ფართობია მოცემული ამ მართკუთხედის. რას უდრის მისი ფართობი? ფუძე 2r-h-ზე. ანუ 2r-h-ზე ყოფილა სწორედ 10 შეფარდებული პისტოლი და ჩვენ უკვე შეგვიძლია პირდაპირ ეს გვერდითი საპოვნელად ცალკე r-ის და ცალკე h-ის გამოთვლის გარეშე დავწეროთ π გამრავლებული 2r-h-ზე, ანუ 10 შეფარდებული π-ზე, ეს იქნება 10 სანტიმეტრი კვადრატში. სასურველია არ დაგვავიწყდეს ბოლოს განზომილების მიწერა. მოცემული იყო ფართობი სანტიმეტრ კვადრატებში და ჩვენ ცხადია მივიღეთ ფართობი სანტიმეტრ კვადრატში. შემდეგი ამოცანა. კვლავ ცილინდრზეა, მოცემულია ცილინდრის სიმაღლე და ფუძის რადიუსი. მოდით დავტოვებ მე ამ ცილინდრს, დავშალოთ და ახალი ლამაზი ცილინდრი დავხაზოთ. მოცემული არის მისი სიმაღლე 12 სანტიმეტრია და ფუძის რადიუსი გახლავთ 10 სანტიმეტრი. ნუ შევეცადოთ. ესე დავხაზოთ ეს ცილინდრი. მოდით ახლა ეს ცენტრები შევაერთოთ, ეს ღერძის შემცველი მონაკვეთია, პირიქით ეს ღერძი შეიცავს ამ მონაკვეთს, ეს ცილინდრის სიმაღლეა. გაატარეს O პირველის, ფუძეების ცენტრების
შემაერთებელი წრფის პარალელური კვეთა. მოდით ჯერ არ ვკითხულობ ამოცანას, ჯერ გავარკვიოთ რა ფიგურაზე გვესაუბრებიან. ხო, თორე გადაიტვირთება ჩვენი გონება ინფორმაციით და მას ჩვენ ჯერ უნდა გავატაროთ აი ამ ღერძის პარალელური კვეთა. ანუ აი ჩვენ ხო გვაქვს ცილინდრი, ხო, ღერძია. აი ნახეთ ეს ღერძია და ჩვენ უნდა გავკვეთოთ ამ ღერძის პარალელურად. ნახეთ, აი შევეცადოთ ახლა ეს სურათზე გამოვსახოთ. რანაირად გავაკეთოთ? აი თუნდაც ესე. გავკვეთეთ აი პარალელურად. შეხედეთ, ეს გახლავთ ღერძის პარალელური კვეთა. ეხლა კი გავაგრძელებ კითხვას. გავიხსენებ, რომ ამ ცილინდრის სიმაღლე 12 სანტიმეტრი ყოფილა. გავიხსენებ, რომ მისი რადიუსი 10 სანტიმეტრი ყოფილა და კიდევ მოცემული ყოფილა აი ამ კვეთის დიაგონალი. კვეთის დიაგონალი. რა ფიგურაა ჯერ იმაზე ვიმსჯელოთ? ეს მართკუთხედია. ეს მართკუთხედია, ხედავთ? იმიტომ რომ აი ეს მონაკვეთი არის ფუძის მართობული, ანუ ფუძეში გამავალ ნებისმიერ წრფესთან მართკუთხედს ქმნის, ეს გახლავთ მართკუთხედი და მისი დიაგონალი 20 ტოლია. დიაგონალი ედეთი აღნიშნოთ 20 სანტიმეტრია. უნდა ვიპოვოთ მანძილი ქვედა ფუძის ცენტრიდან კვეთის სიბრტყემდე. მოდით ჯერ გვერდზე აი აქ რაღაცა სიბრტყის ნაწილს ამოვხაზავ და მის პარალელურ წრფეს გავავლებ. რა არის მანძილი? თქვენ ეს ნასწავლი გაქვთ წინა კლასებში. რა არის მანძილი? აი ამ სიბრტყის პარალელური წრფიდან სიბრტყემდე. ეს გახლავთ ამ წრფის ნებისმიერი წერტილიდან დაშვებული მართობის სიგრძე. მასასადამე ჩვენ გვინდა მანძილი O1 წერტილიდან თუ არ მეშლება აი ამ სიბრტყემდე. მე მგონი ესე იყო, ხო? მას ჩვენ უნდა დაუშვათ O1 წერტილიდან მართობი. ნახეთ, მართობი უნდა დაუშვათ. ნახეთ ახლა რას ვაკვირდებით. ეს უკვე გახლავთ წრე, ქორდა და ქორდაზე დაშვებული მართობი. გაგახსენდათ ალბათ, რომ ქორდაზე დაშვებული მართობი, ქორდისადმი გავლებული მართობი ქორდას შუაზე ყოფს. ხო, გახსოვთ. შეგვიძლია ეს წრე ცალკეც ამოვხაზოთ. აი ესე. მაშინ ნახეთ, აი ეს მონაკვეთი, გნებავთ AB დავარქვათ, აქ ესე გამოიყურება, ზევიდან დავხედოთ ნახას, O1 წერტილი, გავადიდეთ თან ფუძე, რომ კარგად დავინახოთ და ამას გვეკითხებიან. მოდით ვნახოთ რა ვიცით. შეხედეთ, ეს გახლავთ მართკუთხა სამკუთხედი. გნებავთ დავარქვათ A, A1, B. მას სამკუთხედი A, A1, B-დან. მართკუთხა სამკუთხედია. ჩვენ ვიცით სიმაღლე 12 და დიაგონალი 20. შეგვიძლია პითაგორას თეორემით ვიპოვოთ AB. AB-ს კვადრატი გახლავთ 20-ის კვადრატს მინუს 12-ის კვადრატი, ეს 256-ია და AB არის 16-ის ტოლი. თუ AB 16-ია, ხედავთ? ჩვენ ვიცით, რომ ქორდისადმი გავლებული მართობი ქორდას შუაზე ყოფს. მას აქ ორი ტოლი მონაკვეთი მიიღება 6 და 6, ფუძის რადიუსი 10-ის ტოლია და მივიღეთ კვლავ მართკუთხა სამკუთხედი, საძიებელი მონაკვეთია გნებავთ x-ით. გამოვსახოთ პითაგორას თეორემით, x კვადრატი არის 10-ის კვადრატს მინუს 6-ის კვადრატი, ანუ x-ი ტოლი გახლავთ 8-ის და ამ ამოცანის პასუხია 8 სანტიმეტრი. განზომილება იყო სანტიმეტრი, აქაც გვაქვს სანტიმეტრი. შემდეგი ამოცანა. ეხლა ცოტა პრაქტიკული დანიშნულების ამოცანას მოგახსენებთ. პრაქტიკულ ამოცანას მოგახსენებთ. აი წარმოიდგინეთ, რომ არის რაღაცა ოთახი, თუ შეიძლება ამას ოთახი დავარქვათ, ცილინდრის ფორმის. აი ესეთი ფორმა აქვს. და ნუ შეიძლება მე მინახავს ლაბორატორია, ვთქვათ, ასეთი ფორმის. აქ არის ნათურა. აი უკანა კედელზე, იქით ამ მხარეს, აი ნათურაა მიმაგრებული კედელზე. მოდით ეს ხაზი არ გვინდა. პირდაპირ აქ არის ნათურა მიმაგრებული. თქვათ ამ ოთახში აქედან არის შესასვლელი და აქვეა ჩამრთველი. ნახეთ?
ეხლა ჩვენ გვინდა ოთახში შესვლის წინ ამ ჩამრთველით ეს ნათურა ჩავრთოთ და გავანათოთ. ჩვენი ლაბორატორია დავარქვათ, კარგით? ეხლა ამისათვის ეს ჩამრთველი უნდა სადენით დავაკავშიროთ ნათურასთან, ცხადია, ხო? ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება მოკლე სადენი გამოვიყენოთ, ანუ დავზოგოთ სადენი, ანუ ვიპოვოთ უმცირესი მარშრუტი ამ ჩამრთველიდან ნათურამდე. ოღონდ კედლის პირობა ესეთია, რომ დიახ, კედლის გახრეტა არ შეიძლება. ანუ როგორ ვმუშაობთ? ჩვენ ეს სადენი უნდა ავიყვანოთ სახურავამდე, ჭერამდე, ასე ვთქვათ, გადავაგდოთ სადენი და მერე მივიყვანოთ ნათურამდე. აი წარმოიდგინეთ, თუ აქ არის ჩამრთველი, სადღაც, ნახეთ, აქ თუა ჩამრთველი, ჩვენ უნდა სადენი ამოვიტანოთ სახურავამდე, ჩავაგდოთ შიგნით ოთახში და მერე იქ რაც შეიძლება მოკლე გზით მივიყვანოთ ნათურამდე. ეხლა რა ვქნათ? შეიძლება პირდაპირ ზევით ესე ავჭიმოთ ეს სადენი, გადავაგდოთ და მერე იქ ესე დატრიალდება და მივა ნათურამდე. მაგრამ ჩვენ ხომ სურვილი გვაქვს რომ ეს სადენი იყოს უმოკლესი. ნახეთ ეხლა როგორ მოიქცევიან. მოდით წარმოვადგინოთ ეს ოთახი გაშლილი, ამ ოთახის შლილი. ხო? მისი შლილი გახლავთ მართკუთხედი. წარმოიდგინეთ, თქვათ აქ არის ნათურა და აი აქ სადღაც არის ჩამრთველი. ჩვენ გვინდა რომ აქ სადღაც არის ჩამრთველი და ჩვენ გვინდა რომ რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ხო წინაზე და პირზეა და ეს იქით არის. ნახეთ, ეს სადენი თქვა დავიტანეთ ზევით და მერე მოვიდა ნათურამდე. ხო შეიძლება ესე გამეკეთებინა. შეიძლება ცოტა ესე გვერდულად წამეღო სადენი და ესე მომეტანა ნათურამდე. შეიძლება ესე გამეკეთებინა, შეიძლება სულაც აი ესეთნაირად გამეკეთებინა. რომელია უმოკლესი მარშრუტი? ეს გვაინტერესებს. მოდით ახლა ჩვენს წარმოდგენაში ავაგოთ ნათურის შესაბამისი წერტილის სიმეტრიული აი ამ გვერდის მიმართ. ნახეთ ახლა ეს წერტილის ღერძის მიმართ წერტილის სიმეტრიულის აგებაზე თქვენ წინა კლასებში გაიწაფეთ, ხო? ეხლა აი ნახეთ, აი ეს ტეხილი, იგივე ამ ტეხილის ტოლი არ არის სიგრძით, მასწავლებელი ამ ტეხილის სიგრძე ჩვენ რომ ავთული უნდა გაგვეტარებინა, ამ ტეხილის ტოლია. ესე თუ ავაგებთ იგივე არაც, აი ესე. და ჩვენ გვინდა უმოკლესი. როდის მასწავლებელი ჩვენ დავასკვენით, რომ გინდა ასე ავაგო მარშრუტი, გინდა სიმეტრიულ წერტილამდე მივიდე. მას ჩვენ გვინდა რომ ეს ტეხილი იყოს უმოკლესი, როდის იქნება ეს, როცა ჩვენ ამ ორ წერტილს შევაერთებთ მონაკვეთით, მასასადამე სად უნდა მივიყვანო მავთული, აი ამ ორი წერტილის შემაერთებელი მონაკვეთის და აი ამ ზედა გვერდის გადაკვეთის წერტილში. შემდეგ გადავაგდოთ ეს მავთული ოთახის მხარეს და შევაერთოთ ნათურასთან. ეს გახდათ პრაქტიკული დანიშნულების ამოცანა. ასეთი ამოცანის ამოხსნის საშუალება მოგეცემათ, თუ თქვენ გადახედავთ თქვენი სახელმძღვანელოს პარაგრაფ 5.4-ს, მასში გარჩეულ ამოცანებს და სავარჯიშოებს, რომელიც ამ პარაგრაფს ახლავს. გმადლობთ ყურადღებისთვის.